შრომით ბაზარზე უნდა ვისაუბროთ მიმდინარე ტენდენციებზე, ასევე ხშირად საქმიანი დილას ეთერი პროფესიული განათლების მიმართულებას ეთმობა. საინტერესოა დასაქმების და განათლების სექტორების თანაცხოვრებაზე საუბარი. რას ფიქრობს დავით კენჭაძე, რომელიც საქმიანი დილას სტუდიას უერთდება. დავით, დილამშვიდობის. მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ჩვენ საჯარო მოხელეებზე საუბრობთ, რომელმაც დაკარგეს სამსახური და მე ერთი კითხვა მქონდა კერძო შრომით ბაზართან მიმართებით, რა შანსები აქვთ მათ რომ იპოვონ სამსახური, ამიტომ დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე, ვაკანსიების ნაწილში რა შეთავაზებებია დღეს ბაზარზე, შენ კარგად იცნობ ამ სექტორს, შესაბამისად მართავ კიდევაც გარკვეულ პროცესებს, როგორია დღეს დღევანდელი ვითარება და მდგომარეობა შეთავაზებების ნაწილში უკვე დამსაქმებლების მხრიდან. ხო, სამწუხაროდ სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, მაგალითად როგორც იყო თუნდაც ერთი წლის წინ, იმიტომ რომ იგრძნობა ზოგადად ბაზარზე, ამას დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა რესპონდენტიც გეუბნებოდა, რომ არ არის სიტუაცია ისეთი, ან მოლოდინები არ არის შესაბამისი. ანუ კარგი მოლოდინი როცა არ აქვს ბიზნესიც ცდილობს, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვებში იყოს, ანუ სტრატეგია ეგეთი არ გავიზარდოთ, ეხლა ცოტა ხანი ვიყოთ ისე როგორც ვართ. მოდი არ გვინდა მაინც ძალიან მაღალ კვალიფიცირებული და ძალიან ზვირადღირებული თანამშრომლები, მოდი ჩავიკეტოთ, ცოტა ხანი დაველოდოთ სიტუაციას, გადავრჩეთ და მე რაღაც პერიოდში ყველა მიცის, რომ რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ, ანუ ყველა კრიზისს აქვს რაღაცა პერიოდი, შეიძლება ერთი თვე იყოს, შეიძლება 10 წელი, მაგრამ პერიოდები ყოველთვის აქვს რა. აქედან გამომდინარე სიტუაცია არ არის მაინც და მაინც სახარბიელო, იმიტომ რომ კომპანიები, რომლებიც ესე ვთქვათ აქტიურად ანთავსებდნენ, ესე ვთქვათ, მათ შემცირებული აქვს ვაკანსიების რაოდენობა და უფრო ნაკლები ახალი სამუშაო ადგილები იქნება, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ შიშის განწყობა არის რა, გაურკვევლობის უფრო სწორედ მომავლის გაურკვევლობის განწყობის დროს ესეთი სიტუაცია არის რა. რაც შეეხება საჯარო სექტორის მოხელეებს, ახლა მაგაზე მე მაქვს გარკვეული დაკვირვება გაკეთებული რა, რომ ძალიან უჭირთ ბიზნესთან ადაპტირება რა. სამწუხაროდ. ანუ ბიზნესს აქვს აბსოლუტურად სხვა ტიპის ხედვები და საჯარო სამსახურში შე როდესაც გააკეთე კარიერა, ანუ ძალიან უჭირთ. მე ბევრი ჩემი სტუდენტიც არის, ეს თქო, ვისაც მე ვასწავლე, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს და ძალიან უჭირს, ესე თქო, ამის გადაწყობა. ანუ უჭირს რა, ხედვა აქვს აბსოლუტურად სხვანაირი, ხო ხტები და აქედან გამომდინარე, მე ზოგადად რჩევას მივცემ, რომ თუ საჯარო სექტორში არის ადამიანი, უნდა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ბიზნესთან ადაპტირება რაღაცა თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე მგონია, რომ მაინც ექნება შეხება ამ მიმართულებით რა, ახლა ხო არ შეიძლება ალბათ. რამდენი პროცენტი იმუშავებს მთელი ცხოვრების განმავლობაში საჯარო სექტორში, ხო? რაღაც მომენტში გადმოერთვება და იქ უნდა იყოს მოთხოვნადი იმიტომ რომ იქ სხვა უნარები არის რა საჯარო სექტორში შენ ხარ უფრო მოდეს ვთქვათ უფრო პროექტ მენეჯერი ხარ რომელსაც პროექტებს მართავ ხოლო ბიზნეს სექტორს ჭირდება უფრო commercial ანუ უფრო მომგებიანობაზე ორიენტირებული ადამიანები და არა პროექტის შესრულებაზე რა და ძალიან განსხვავებული ხედვები აქვთ რა ხო, ვიღაცებს 15-20 წლიანი გამოცდილება საჯარო სექტორში გაკეთებული კარიერა რთულია. კი, იმიტომ რომ ხედვა აქ რა იმას აქ რაღაცა ვადაში რაღაცა უნდა გააკეთოს პროექტი, გაუშვას და ბიზნესი არის ძალიან ისეთ ცოცხალი ორგანიზმი არის, რაღაცა ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რაღაცა უნდა დახარჯოს და რაც განსხვავება კიდე ძალიან დიდი არის, რომ საჯარო მოხელეები არ ფიქრობენ შემოსავლის მოტანაზე როგორც წესი რა და ბიზნესში აბსოლუტურად უმეტესობა ფიქრობს როგორ მოიტანოს უფრო მეტი შემოსავალი და ეგ არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ისწავლოს იმ ადამიანმა რომელიც ფიქრობს რომ თეორიულად შეიძლება ადრე თუ გვიან აღმოჩნდეს ესე ვთქვათ კერძო სექტორში. კარგი, რა ვსწავლობთ დღეს და რა სჭირდება ბიზნესს ამ თემაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. მუდმივი იყო რაღაცა მოყვებოდა როცა შეთავაზებებიც იყო ბაზარზე და სამუშაო ადგილების და ვაკანსიებიც. სხვა მათ შორის მსხვილი და საშუალო ბიზნესი ამბობდა რომ არ არის შესაბამის კვალიფიკაციის კადრები, თუმცა მეორე მხრივ იყო ადამიანები, ვინც ეძებდნენ სამსახურს. მე ვახსენე რომ პროფესიულ გადამზადებაზე არაერთხელ ქონია თემა, იყო რამდენიმე ბიზნესი ჩართული, ანუ მოკლედ ამ ნაწილში სიტუაცია ალბათ უცვლელია, ხო? ისე ვართ თუ რაღაცები გაუმჯობესება არ შეიცვლება, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ანუ აი დაახლოებით როგორი იცი, უფრო ადრე რომელი გაჩი და კვერცხი თუ გათან ეგ თემა. ყოველთვის იქნება ბიზნესი, რომელსაც არ უნდა ზედმეტი ფულის გადახდა, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საქმის გაკეთება ისე როგორც ჭირდება. ანუ ეს არის რაღაც მოცემულობა, უბრალოდ ამ მოცემულობიდან დისბალანსი შემცირდეს რაღაცა. აი ხო, მაგის გაზომვა არის ძალიან რთული რა, თორე ნუ იმედი მაქვს რომ შემცირდება. უბრალოდ არის რა, რომ ყველამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბიზნესმაც და იმ ადამიანებმაც რა, რომ არავინ არ მოვა, არაფერს არ შეცვლის და შენ თუ გინდა რომ მაგარი შედეგები ქონდეს ბიზნესში უნდა მიიღო გადაწყვეტილება პროფესიონალი და მაგარი ადამიანები გჭირდება. ანუ ცალსახად
აი არ ვიცი, ჩემი პრაქტიკიდანაც აი ძალიან ბევრჯერ მინახავს ეგ შედეგი, რომ ჩანაცვლება მოხდარა ადამიანის და შედეგები გაზრდილა რა, ანუ სხვა მოცემულობა როცა არ იცვლებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ამავდროულად მნიშვნელოვანი არის რა, რომ კომპანიამ აი ესეთი ადამიანი დააფასოს შესაბამისად და შესაბამისი თანხები გადაუხადოს აუცილებლად, ხო, იმიტომ რომ არ შეიძლება, ანუ ვერ აიყვან შენ პროფესიონალს დაბალ ანაზღაურების იმაზე რა და ნუ ან კიდე არის ხოლმე ჩვენ ძალიან ვებრძვით აი მარტო ფიქსირებულს რო აძლევენ ხოლმე რა რაღაცა სამოტივაციო სისტემა აქვს მაგალითად ჩვენთან ჩვენს დასაქმების პლატფორმაზე რაც ვაკანსიები არის ხო იქ ყველგან არის KPI მითითებული რა რომ ანუ ვასწავლით ეს თქვა კომპანიებს და ნუ რჩევას ვაძლევთ რომ გაზომვის მექანიზმები შექმნან სამუშაო პოზიციების და მე რაღაც გარკვეული სამოტივაციო სისტემებიც მიაბან ესე ვთქვათ აი ამ ყველაფერს რა. ანუ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა არა ადამიანებში არის პრობლემა. ადამიანებს არ უნდათ განვითარება რა. უბრალოდ რა უნდათ აი მივედი მოვისმინე 2 საათიანი ლექცია და გამოვედი და ანუ მორჩა მე პროჯექტ მენეჯერი ვარ ან არ ვიცი HR მენეჯერი ვარ სიტყვაზე ანუ არ ხდება ეგრე რა. ანუ საკუთარ თავზე არის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ მე 20 წელი მისრულდება რაც განათლების სფეროში ვარ და რაც ადამიანებს ვასწავლი და ეს მაქვს იმდენჯერ ნანახი რომ აი ორად შემილია გავა ადამიანები რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის და იღებენ პასუხისმგებლობას მუშაობენ საკუთარ თავზე და დებენ შედეგებს და მეორე ვერ დებენ რა იმიტომ რომ აი ამ ნაწილში ნებდებიან და მთელი ცხოვრებაც ხო ამისგან არის რა რომ არ უნდა დანებდე უბრალოდ გინდა შეძლებ რა უბრალოდ მუშაობა არის ამისთვის საჭირო ბევრი კი ბატონო. ხო, мотиваციის ნაწილის მნიშვნელოვანია, ხო, იგივე პლატფორმა ახსენე, რომელიც შენ შემთხვევაში არსებობს და და ამ ნაწილს ალბათ ბიზნესებსაც ემუშავებით, ხო, რა იცი რა. мотиваცია სხვა შემთხვევაში ვერ ხვდებიან პლატფორმაზე, ანუ ეგ ნაწილი როგორ გამოიყურება. აი, როგორ არის, ჩვენთან შეუძლიათ ჩვეულებრივად ვაკანსიის განთავსება, უბრალოდ ჩვენ ყველა სხვა კომპანიისგან განსხვავებით გვაქვს გარკვეული წესები, რომელიც უნდა იყოს, ესე ვთქვათ, დაცული რა. ხო, ყველა ხო არ არის მორგებული ამ წესებს. ხო, და ბევრს უასწავლებლები, მაგალითად მინიმალური ანაზღაურება გვაქვს რა. ანუ მინიმალური ანაზღაურება არის სრულ დატვირთვაზე, უნდა იყოს 1000 ლარი, ну, ფიქსი და ბონუსის, ანუ ჯამში მინიმუმ ეს უნდა იყოს რა. გაიკვირდება და ძალიან ბევრ დიდ კომპანიას უთხარი უარი. პირადადაც მაქვს ნათქვამი, ну, ძალიან დიდ შეკვეთაზე, უბრალოდ ვაკანსია იყო იმდენად, რომ ჩემი სახელით ვერ დავდებდი ამას რა, იმიტომ რომ ну, მორალი არ მაძლევს ამის საშუალებას რა, უბრალოდ რა ხო ხდება. ხო და აი ეგეთი რაღაცები გვაქვს, ანუ არ გვაქვს შეზღუდვები მაგალითად ასაკთან დაკავშირებით, ანუ ვერ ნახავთ ვაკანსიაში მოთხოვნას, რომ ასაკი უნდა იყოს, ან მაინც გოგო უნდა იყოს, ან ბიჭი, ან ვიზუალი, ან ეს დისკრიმინაციული მომენტები გვაქვს ჩახსნილი და ყველა ჩვენს ვაკანსიაზე არის ყოველთვის მითითებული ანაზღაურება რა. და ხო და კიდე რა გვაქვს საინტერესო რომ ყველა ვაკანსია არის ერთ სტილში. ანუ რო შეთხარ, ანუ აბსოლუტურად ერთ სტილში არის, რაც უნდა კომპანიას, იმას ვარგებთ ამას და საბოლოო ჯამში რა არის, იცი რომ ვინც არიან ეს თქო ჩვენი მომხმარებლები, ხო, დღეს არის სადღაც დაახლოებით არის 500 CV, რომელიც იგზავნება ჩვენი საშუალებით და კომპანიები არიან კვაკოფილი რატო რომ ყველა სხვა არხთან შედარებით ყველაზე მეტ კანდიდატს იღებენ ჩვენი საშუალებით რა. ხო, თუმცა, ну, კიდე მეტის გაკეთება გვინდა ამ მიმართულებით და ფაქტებიდან ვაპირებთ რა. კი ბატონო. იმედია რაღაც გარკვეული მოცემულობები შეიცვლება, დასაწყისში შენ ისაუბრე იმაზე, რომ ბიზნესი მოლდინგის რეჟიმში რაღაც გაფართოებას არ ფიქრობს, რაღაც კრიზისის გადაგორებას, ასევე ალბათ ადამიანები, ვინც საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იზრუნონ და ისინი შეიძლება რაღაც მოლდინგის რეჟიმში იყვნენ, ან უბრალოდ დატოვონ ქვეყანა რისი ბევრი მაგალითიც ჩვენს გარშემოც ალბათ არსებობს და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაც მათ შორის შეიძლება ამას უკავშირდებოდეს 30 წლამდე ადამიანები ის სამუშაო ძალა რომ ეს მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ტოვებს მინიმუმ ქვეყანას როცა კვალიფიკაცია აქვს შესაბამისი. მადლობა დავით სტუმრობისთვის, წარმატებული მინდა გისურვო. დავით კენჭაძე, ბიზნეს ლიდერი, მენეჯმენტის ექსპერტი იყო ჩვენთან საქმიანობაში.